წავედით მე და მარიკო ვაგზალზე რაღაცების საყიდლად. წამოდე. მომეცი ხელი საყვარელო. ხო და მთელი გზა მღერის დედას ბუთქნა დედას ბუჩუჩელაო. სათვალე გავტეხე. და დამოვიწყე კობასის მეთხოვა რომ გაიკეთებინა ის ადგილზეა რომ ანუ არაფერი ისეთი რა. ხო და კობას სათვალე მიდოდა გამეკეთებინა ცადე, მაგრამ ნუ წელავო, ნუ იკეთებო და დავაგდე. არ ვიდა შედი სათვალე. წავალთ. ხო გითხარი ქუსლებს ნუ ჩაიცვამ ვერ იმაში სავთქო. არ დაეჯახო იმ კაცშვილი. აქ როგორ შეება ბავშვი საერთოდ რამით გაერთოს. რა არის დე? აგეწა კაკუნები. ხიარული სტარტები მაქვს, გამარჯობათ. ახეთ რა კარი. უკანა ჩვენი და უკანთ, მაგრამ ლამაზი ხარდე. მობრუნდი. აი ძალიან მომწონ ხარდები. გეგვადა. შეყვარელი ხარდე, დილამ შვიდობის აბა დათონია და ყველას მოგესალმებით. ჰაი, ვერ გხედავენ და. ჰაი. აჩვენე შენი დათვი და ჩავიცნობ მე. აგით. მე ავერ ვახრი. კარგი, დროებით გამშვიდობებით. დილამ შვიდობის მეგობრებო, ჰაი, მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი, მზის რა გითხრათ ისეთი ხრუბელი დამთამაშებს. იქ მაქვს მაგრამ თუნდაც დასწოს. და აყოთ არ ვიჩნევ. როგორ ხართ მეგობრებო? ჩემთვის არის იდეალური ამინდი. არც ხელა, არც სივანო. დაგიდა ჩუკ. სამაგეროდ ჩემი ხორისთვის არის ქარიშხალი. ანუ რაღაცა მანტოები გადავილაკამეთ რასალაკე. ანუ იმისთვის სიცივია და ჩემთვის სიცივი არა პირიქით. ანუ ჩემთვის ნიავი არის, აი რა გითხრათ. რაღაცა მამოძრავებელი რო არის დაახლოებით, რო აგიხსნათ ეგ არის რა. ენერგიით მავსებს ნიავი არ შემიძლია მე ეს ჩახუთულობა. თან ჟანგბადით უკეთესად ვიყვებიდი. დღეს მარიკოს სტარტები აქვს, როგორც გითხრათ თვითონ დილით. მართალია მე სამწუხაროდ ვერ მივყვები, იმიტომ რომ უნდა ვიმუშაო. მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრათ, პატარა ჯგუფებს გადაღება გვაქვს და თავში აზრათაც არ მომივიდო და განთავისუფლება და არც ვიკადრები ხარო მაგაზე შევაწუხო და დაბრეკო და ანუ საქმე უნდა გააკეთო რა, სამსახურშო დადიხარ. ასე რომ ვთქვათ ხო და ნუ ისეთი მომენტია რომ ზეიმი რო ყოფილიყო ან რაღაცა არა გადაღების დღეს მაინც ვერ ვეთყოდი განთავისუფლებას, მაგრამ აი რატო არ მიყვარს უსათვალოდ სიარული რაღაც ჩამივარდა და ეხლა ნახე დღოვანი წამოვა. არ მათხოვა თავის კაი სათვალე მაკობა. ხო და მაგიტო ახლა ვერ შევაწუხებდი რა, ახლა უხერხულია კაი ზეიმზე გავიგეთ, გავიგეთ იმაზე. და კაი. აუ თქვათ იმაზეც გასაგებია. რია გაკვეთილზე მაგრამ ახლა ყველაფერზე ვერ გაინთავისუფლები. მით უფრო თუ სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი დღე გაქვს. ხო და წავიდეთ. რაღაცა ბავშვებთან მუშაობ. ყოველდღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ისეთი ეგეთი დღე არა, ძალიან მობილიზებული დღე გაქვს ყოველ დღე. ამიტომაც არის რომ გვანცას უკვე 12 საათს ძინავს. გუშინ მაგალითად პირველის ნახევარიც არ იყო უკვე გაგუდულ მეძინა. რეკორდი. სამაგეროდ დილით ძალიან ხნეთ ვდგები. წავიდეთ მეტროში ჩავწვდეთ. რასიზავს ჩემი გოგო რასიზავს და თან ჩემი ქვერი რას გადაიღებს მაინტერესებს აი გოგოზე ყავარ. დაახლოებით. მედია რამე ნორმალურ ფოტოს გადაიღებს.
იმედი მაქვს. თურმე ნუიტყვი და ჩვენი ტელეფონის ანაბარზე უკვე 355 ლარი და 6 თეთრი მქონია. ხო და თვასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ახალ წლამდე არ დავიცდით. თვასეთი სტარტით გაგრძელდა. შვენივრად მივდივარ წინ. ყველაზე კარგია გოგოებო, თუ რამე გინდათ, აი მიზანს თუ დაისახოთ, თუ რაღაცა ისეთია და გინდათ გააკეთოთ ანაბარი. არ ყულაბა მულაბა. ანაბარი. არის ძალიან კარგი. და ძალიან პრაქტიკულია და რატო გეტყვით? აი რაღაც წამომილის ლარსოც გადავრიცხავ. რაღაცა ზედმეტად დამრჩება, რაღაც ეგრევე ანაბარზე გადავრიცხავ. და აი ისე გროვდება თითქოს რაღაცნაირად ვერ იგებ რა, შეგრძნება გაქვს ეგეთი. ხო და ასე რომ გირჩევთ რომ როცა რაღაც მოგროვებას დაიწყებთ, ანაბარი გააკეთოთ და აუცილებლად მობაილ ბანკი გქონდეთ თქვენს ტელეფონში, რომ ძალიან პრაქტიკულად გადარიცხოთ ხოლმე რაღაცებს. ჩემთვის მაგათაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა. ასე რომ საშინელი საცობი იყო დღეს მეტროში. აი საცობის პირად დღეს მშვიდობია. მაგრამ თავის დროზე მოვეცით. აღარ მინდა გუშვა. მეზარება. სადღაც მინდა რომ წაწალო. სოფელში მინდა. კარგი. მოვედით სამსახურთან. აი უოპლაც. აი აქ მივდივართ. გადმოვკვეთეთ გზა. ხო და მივცინცულდეთ ჩვენ სამსახურში. დაბრეკოთ ზარი. რა თქმა უნდა, მიწკევში 60-ში გახლავთ მისამართი. მარიკოს ტორტი უკვე შევუკვეთე. 50 ლარი უნდა გადავიხადო. ანუ წინ დღეს უნდა ჩავკითხო და მე გამოტანისას ნახევარი რა. პრინტი თუ არ წამიშლია, გაჩვენებთ მიკი მაუსის პრინტით უნდა გავაკეთო, სადა ძალიან სადა და ზემოდან პრინტი. ხო და რა ვიცი, იმედია რომ გემრიელი იქნება. ნიგვზში თავსით ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან იყოს ნიგვზში. ხო და ნახოთ როგორი გამოვა. იმედი მაქვს რომ მომეწონა. თუ მომეწონება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას აუცილებლად გავიწევ. ზოგადად გემრიელი რაღაცები აქვთ. მაგრამ მანდ გითხარით კიდეც ძალიან გემრიელი იყო შულ და რაღაცები და მე რო შევჭამე, მეგონა კარაქს ღეჭავდი, კი რაღაც ცუდად გავხდი. მის მერე გამოასწორეს და კარგი იყო და ახლა ტორტი ვნახოთ. ზოგადად სომეული პირობითად და რაღაცები აქვს უგემრიელი, ესე ძალიან კარგი. მაგრამ ნახოთ რა იქნება ტორტი. ანიმატორების მაუსი უნდა. მივეცი არჩევანი ესე ბასტი ბუნდო და რაღაც რავი გადავაფიქრებინე რა. არიგინა მეუთხარეს ბასტი ბუნდო. რამე ხო არ გინდა სხვა დედი იყო. ხო და თქვენ გახსოვთ ალბათ 100 რაღაც რო უნდა და 2-ზე ჩამოვედით. და აი ეს მომწონს რომ რაღაცად მომყვება, აი არ აქვს ის რომ არა, ანუ მაგ შემთხვევაში მადლიერება. ეხლა რაც უნდა გაიგიშოს თავი გეხვეწებით რა. ვინ არის დედა ხო არ გვავიწყდება. და ვინ არის არასრულწლოვანი. აი ეს რო ხდება ამ კეთას მგონი ესი არაფერი. შეხედა უკვე განწყობა ყავს. ნამში როგორ მეგობრებო ხართ ყველანი კარგად გუშინ ასას ხოთამაზე დავიდეო და გუშინ რაღაცა კადრებზე დღონდეს ერთმანეთს მიგიბავთ ხო და ესე ავტორთა ჩემი ძმისშვილის დაბადების დღე იყო ანიტასი
ალბათ ყველაზე ფერადი ბავშვის ჩვენს შორის, ჩემი ოჯახის წევრების შორის ყველაზე ფერადი და ისეთი რაღაცნაირი. გიჟდები მისი თმის ფერზე და ბევრად მკვეთრი ქონდა. ახლა ოდნავ კიდე შეეცვალა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგ ფერი რაც არის დარჩება, მაგრამ უფრო მეტად ის იყო ხოლმე. შედარებით ოდნავ რა. ხო და გაიზარდა 12 ხელშუა ჩემი გოგო, ჩემგან საკმაოდ შორს საბერძნეთში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ მყავს ნანახი, მაგრამ იმ ნახვას და იმ ურთიერთობას, რაც როცა ერთად ხართ, ერთ ქალაქში, ერთ ქვეყანაში, თუნდაც სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ხშირად ნახულობ, ეგ არის აბსოლუტურად სხვა რამ. ძალიან მწყლება გული, მაგრამ ცხოვრება ასეთია და ჩვენ ვერაფერს შევსურთ ამ მხრივ. ხო და ჩემი მზეგობო ვარ. დას დაურეკავ და ვკითხავ როგორ მოიწყო თავის დაბადების დღე. ნახოთ რას მეტყვის. დაბადებიდან ვეძახი მზეს. და რომ დაიბადა თავიდანვე ესეთი აი გქონდა თმები წვეტიანი და აი ეგეთი ის იყო ღაჟღაჟა თეთრი და ულამაზესი იყო. ხავები რომ დაიბადა ესეთი ლამაზი იყო. ჯერ ახლა ძალიან ლამაზი ბავშვია. და აი რომ დაიბადა ხო არ ვიცი რაღაცნაირი. მომენტ ვისაც ემიგრაციაში ყავთ ახლობლები ისინი უფრო გამიგებთ როგორი მონატრებაა ხოლმე შენი ოჯახის წევრების თან ბევრი რო ყავს სხვაგან მაგრამ დასვისოთ წავიდეთ სამსახურში ეს კი გახლავთ კადრები ჩემი მარიკოს სტარტებიდან მე არ ვესწრებოდი არც მეუღლე ვერ უფრო სწორად ეს რაც მოწოდებული კადრებია რომელიც ავაწყე მივჭერი მოუჭერი და გადავიღე საბოლოოდ ჩემი პაწაწუნა კი ხედავთ აგე რომელიც არის მარტივად იცნობთ ჩემი გოგო ნახეთ როგორ დარბის უყურეთ ხო და რისი თქმა შემიძლია ეს დღეები მივჭერი მოუჭერი რაც გადავიღე ყველაფერი და ერთად აგიკინძეთ ზოგი პატარად ჩანს ვიდეოები ზოგი დიდად ამისთვის მომიტევეთ უბრალოდ ზოგი სხვა პროგრამაშია ზოგი სხვაგან გადაღებული და აი ესეა აწყობილი მაგრამ ეს ორი დღის შეჯამება ასე ვთქვათ ფაქტობრივად სულ გზაში ვარ ეს ორი დღეა და რაცა ძალიან გადარბენები მაქვს მინდოდა დამეთვალებინა თქვით ის მარიკოს რა ვუყიდეთ მაგრამ ფიზიკურად იქამდე ვერ მივახცი რომ მეჩვენებინა ხო და რა ვიცი რის თქმა შემიძლია მადლობა ხალხო რომ მიყურებთ ძალიან პაწაწუნა კადრებია და იმედია ხედავთ აქ ჩემს გოგოს რაც შეეხება სხვადასხვა დეოდორანტების და აცის განხილვას ეს აქ შევიკრიბეთ იმის მაგრამ ეს ცალკეულოგია რომელიც წარმოსაც გადავიდე პროდუქტების ხროვა რაც მე აქ მილაგია ხო ეს დაგვაწყდა და მინდა გესაუბროთ იმაზე როგორ ვხარჯავ ძალიან ბევრ ფულს მაგრამ ვერ ვიღებ შედეგს და იქნებ თქვენ იყოთ ადამიანები ვინც დამაკვალიანებენ და მეტყვიან რომ აი ეს პროდუქტი შენი კანისათვის იქნებ კარგი აღმოჩნდეს ხო მოდი ნუ დამიწერთ რექსონას ნივიას და მსგავს პროდუქტებს ყველაფერი მაქვს სახში ყველაფერი მაქვს დატესტილი ყველაფერი მაქვს გამოყენებული რაც კი შეიძლება თავში აზრად მოგივიდეთ ფა იქნება ბურთულიანი თუ ისე ყველაფერი დავიწყოთ ძალიან კარგი პროდუქტი არის აი ეს რომელიც შევიძინე ავერსში ავერს აქვს მხოლოდ სხვადასხვა ფერები აქვს სხვა ფერის მქონდა ზამთარში და ძალიან კარგად ვიყენებდი თუმცა რომ დაცხა უკვე ფაქტობრივად ყველანაირი შედეგი დაკარგა და გადავედი ამაზე ვიფიქრე რომ ეს პროდუქტი ეს ფერი უფრო მეტად ისეთი ძლიერი დამიცავდა თუმცა აღმოჩნდა რომ უნდა გადავაგდო იმიტომ რომ არაფერში აღარ გამომადგება რადგან აბსოლუტურად არ მიცავს არც ისველისგან არც უნისგან და არაფრისგან
შემდეგი პროდუქტი, რაც გავიქეცი და სასწრაფოდ ვიყიდე, იმიტომ რომ აუცილებელია და უნდა გიყიდა, უნდა იყიდოთ ადამიანებო, თუ კი გაქვთ პრობლემა და თუ არ გაქვთ პრობლემა და ნებისმიერ პროდუქტს იყენებთ, გამოიყენეთ, ოღონდ არ გაატაროთ საოცარი სურნელება, სადაც არ უნდა მიხვიდეთ. გავიქეცი და ვიყიდე ოდაბანი, რომელიც ფაზეკლებით შევიძინე 41 ლარად. არის თითქმის სავსე, სულ 3 შესხურება გამოვიყენე, თუმცა სამწუხაროდ არც ეს პროდუქტი არ აღმოჩნდა ჩემთვის რამე მნიშვნელოვანი, ისეთი 4 იმდენს გადავიხდიდი, რომ თავი მეგრძნო კარგად ამ პროდუქტის გამოყენების შემდეგ, თუმცა რეალურად არც სისველე შემიჩერა, არც ზუნი შემიჩერა, არაფერი. თითქოს არც გამომიყენებია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ თავის ადგილზე უნდა დავაბრუნო. თუმცა სახეზეც ძალიან კარგიაო, აქებენ, ამიტომ სახისათვის შემოვინახავ აი ამ კონკრეტულ პროდუქტს და ნახოთ, რამდენად შეამცირებს სახეზე ოფლიანობას, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დავტესტავ. ორჯერ სახეზე უკვე გამოვიყენე და ნახოთ. შემდეგი პროდუქტი, რაც შევიძინე, აი გახლავთ დერმეტიკი, რომელიც ძალიან აქეთ და რეალურად ნამდვილად კარგია, ცუდი პროდუქტი არ არის, თუმცა ასევე ჩემი კანისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო და ასევე ვერც სისველე შეაჩერა და ვერაფერი. გამოყენებულია მხოლოდ ერთხელ. შემდეგი პროდუქტი, რაც შევიძინე, მირჩია ჩემმა გამოწერა, რომელიც იმყოფება ამერიკაში და მითხრა, რომ ძალიან კარგად ვიყენებო. და გავვარდი და ვიყიდე. ეს არის თეიმუროვი, რომელშიც გადავიხადეთ 4 ლარი და 22 თეთრი. შევიძინე PSP-ში. არ ვიცი, არ გამომიყენებია, ამიტომ ვერ ვიტყვი როგორია. მეგონა დამცავი ქონდა და კინაღამ გადმოვასხი მთლიანად. კრემისებურია, როგორც ხედავთ. არ ვიცი, რამდენ ხედავთ, ცოტა გასაოცარ განათებაში ვზივარ, მაგრამ ანუ რომ აგიხსნათ, აი დაახლოებით. აი ესეთი კონსისტენცია აქვს. არ გამომიყენებია, არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით როგორია ვერანაირად. შემდეგი პროდუქტი, რომელიც ვიყიდე და აუცილებლად უნდა დავტესტო დღეს, ეს გახლავთ Enjoy. მე ნამდვილად არ ვიცოდი თუ გამოვიდა ზედა ზონისთვისაც, თუმცა თურმე ვიტყვი და გამოსულია. ხო და შევიძინე, ღირდა 5.62 და ვნახოთ. ნამდვილად არ ვიცი როგორია. რა თქმა უნდა გამოიყენება როგორც ფეხისთვის, ისევე ღლის ზონისთვის, ნებისმიერ ვარიანტში შეგიძლიათ გამოიყენოთ და რო წავიკითხე ანოტაცია ძალიან ბევრი რამისათვის არის კარგი. აი მაგალითად ბავშვს თუ დამწრობა აქვს ქვედა ზონაში, თუ აი ნებისმიერი გამონაყარი, აი ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუმცა რეალურად ჩემი პრობლემისთვის, რაც მე მაწუხებს, ნამდვილად არ ვიცი როგორია და დღეს აუცილებლად დავტესტავ. არის ასევე როგორც კრემისებრი, თუმცა ანოტაციაში წერია, რომ კანზე მშრალ, რა თქმა უნდა, და გასუფთავებულ კანზე უნდა დაიტანოთ ძალიან თხლად, მხოლოდ დატანება არაფერი არ არის, უნდა შეიზილოთ იქამდე, სანამ არ გაშრება კანი. და ანუ ხალხო გადავირიე, რომ დავტესტე ხელზე, იმდენად მალე გაშრა, რომ მე თვითონაც გამიკვირდა. არაფერი არ მეტყობა, როგორც ხედავთ, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ არ დამილაქავებს სამოს. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რამით ვარ წარმოდგენილი. დაახლოებით რო გითხრათ 140 ლარამდე თვენახევარი. ალბათ არც კი თვენახევარში მოვასწარი დახარჯვა და ისიც გამიმართლა ფასდაკლებებში შევიძინე, თუმცა შედეგი ვერ მივიღე. ნახოთ.
უნდა დავტესტო აი ეს პროდუქტი და აი ეს პროდუქტი და გეტყვით მერე რა და როგორ თუმცა მინდა გთხოვოთ ვინც ხართ ამ საქმეში შეხედული ანუ ექიმი მიყურებთ არ ვიცი რა შეიძლება რომ გავაკეთო რა შეიძლება ამ დონემდე ჭარბუფლიანობას იწვევდეს ჩემმა გამომწერმა მითხეს რომ შესაძლოა ეს იყოს D ვიტამინის ნაკლებობა და რაღაცნაირად გამიხადება თუ დამაკვალიანებთ რა და როგორ ვქნა ასევე გამიხადება თუ რამე პროდუქტს მირჩევთ რომელიც შეიძლება გამოვიყენო ყველაფერი მინდა ვცადო იმიტომ რომ აი ეს პროდუქტი იყო რომელსაც მეგონა რომ მივაგენი და ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა თუმცა მხოლოდ ზამთარში ზაფხულში სამწუხაროდ თაროზეც ვეღარ შემოვდებ ვერც ვერავის ვერ ვაჩუქებ იმიტომ რომ გამოყენებულია ბურთულიანია და მომიწევს გადაგდება შევინახავდი მაგრამ 6 თვე აქვს ვატარ რაც ნიშნავს იმას რომ ზამთრამდე ამის დატოვებას არანაირი აზრი არ აქვს მოკლედ დამეხმარეთ დიდი მადლობა ჰაი ხალხო ახლა 1:37 წუთია ხო დგავარ და ვფიქრობ თქვენ ხუშით მე ყავასთან მიყვარს ფიქრი აჰა ხალხო ძალიან დიდ ვარაფში ვარ გადავარ ახლა როდის იყო გოგო აი რა ეგარა ისა 3 დღის უკან გავყევი იმას ჩემი მეზობელია რა ერთი გოგოა და გულითადად დამირეკა დამთხოვა რომ ტრენდულუ ქუდოდიო გამომყევიო რა ვიცი ხალხო ქმრის შენარჩუნება დომები ახლა მათე თქმარს მე ხო მოკრავდი და არ დავასაფლავებდი მაგრამ რა ვიცი მე ქუდოდი ვერ იზნაზოა ხო გავუძეხი ახლა Facebook-ზე მოვძევნე ფასდაკლებით კითხავი რა მივარბენინებდა ხალხო მაგრამ რა ვიცი ახლა მთხოვა და ის ხო რა ქვია გავყევი რა ადამიანური თვალსაზრისით გავყევი მეუთხარი მიარბი და შეშედი რა უნდა ველაპარაკოს მეუთხარი აქე დავულაგებ ცხოვრებას ბანის მიხედვით ხო ამან წაიღო სურათი და ზედათ არის აყრებული ქვი ზედა მაგას რაც გიდა ჩასება იდაყროლდება თვითონ აი ყარს რა მოღალატე კაცი ყარს ხოდ შევიდა იმან უთხრა დაინახა თუ არა სრაზუ ამა დაიწყო ტირილი დებილმა იმარა დაბა კაცის გამოტირი ხარ სრაზუ მიაჯახა ახალი ამბავი მეუთხარ დედა როგორ გამოიცნო ხოდ ამარად გადმოულაგა სურათები ქმრის რა ვიცი ტკბილი მოგონებები ყველაფერი დაულაგა დაუწყლივა ისტორიები მოუხვა დიძებს კითხავთ შეწავედით მაგრამ ყველაფერი მოუხვა წინასწარ მე უთხარი კლიტე დაადე მაგრამ ვერ დაადო რა ვერ არის ეს ვერ არის კარგად რა ხალხო ახლა დებილი ქმრის შენარჩუნებაზე როინბე ხო შეხვევი რა ხა და ვის მოხობა ის ვერ არის ხო ჩვენში დარჩით ზედა ხო იმანაც უთხრა რომ ის არისო აბა რა ვიცი უნდა ვილოცოვო რა დაემხოვო ამ იმასაო ზედასო 1-2 წუთი გაითიშაო მე ვთხარი ლოცვის გამო გაითიშა თუ ქმრიზე და რო ყანდა რა ვიცი და ყანდა მაგითო გაითიშა მე არა ლოცულობდა კაი ვთხარ ლოცულობდა კლიტე დავაი ხოდა რა ვიცი რა იმეცი და მე ვთხარი რა ვიცი და ხაშ ლოცულობდა რა იყო ხარ საგვარულოზე ხო ლოცულობდა მე ვთხარი ეთკაჯერათ უნდა 7 საათი ლოცვა შევულოცო რომ გონზე მოეგოსო ქმარიო ხოდა აბაო უნდა ჩაიცვასო ესა ზედაო წამოვედით ახლა ბედნიერი სახეები დედა ვიბრუნებთ ქმარს ბედნიერები მოვდივარ უკვე დაბრუნებული ვყავ ხოდა აბანად გადმოუღო ეგზე და რომ აბა ჩაიცვი ქმარო სიყვარულის კუნწულო ხოდა წადისა რა ვიდეოსაც მიეხირებდი რა იზაბეთ ვიღაცა იმას ამბოს თან თორე ახლა მაგასაც ორმოვლი არავინ ალბათ ლადახევარ სიხეთის კალს რა იცი მეტი ახლა მაგასაც ვინ დაჭება გაფიცებს მამი დაიშვილებს ხო აჰა კაცი არა რა ვიცი არ არის აქ არაფერი არ არის რო შევადო აჰა კაცი თოკი აჰა კაცი ხო არა უთხეს მაგზედის ხასიათი არა ვაი მე დავკარგეთ ქმარი ახლა გავიდა მეორე დღე წაეთა იარა მოვიდა ხოდა დოდი მირეკა ვერ მაცმევ რა ვქნა
ყველა უცოლი შენახარ მეუთხარი და მე ვყარ ვეძის გილავები რომ ჩავაიცვა ხო მე ვარ დაურეკა რომ ძალიან გევედრებით ახლა დასაცმელი ჩაიშვი რატომღაც გავიდა ერთი კვირა ვერ ვაცვევთ კაც ზედას არის მე არ უნდა რა ახლა იმ წვანის ზედა გაფიცეთ მამიდაშვილებს კალო ვერ წამოიღე შავი ზედა აწითელი ზედა რა არის ის წვანი მე ვთხარი ხო არ უნდა კაცის წვანი ამოვიდა ყეჭი კანეთის წვანი ხო და ერთი დღე ჩაიცვა როგორც იქნა აი მე გადმომეტადა პლეტკა შოკოლადი ისა ლიქიორი რაღაცები აბა ავღნიშნოთ რომ ზოგადად დაბრუნდა რა ზედა ჩაიცვა მობრუნებული არ გვიდახავს და უკვე ჩაიცვა აი მე ხალხო მაგ დღეს არ შევწრებოდი და ეგ ლიქიორი არ დამირა აი პლეტკა არ მეჭამა რა სეკუნდილად მიდოდა აღარ მოვიდა სახში ბაი დაუწერა წერილი ახლა კაცი მაგის განახალახელო და გაქცევ მამიდაშვილებს აბა მივდივარ სახლიდან რა შეთუვიდა და ჩთუვიდა წადი სადმე თუ შეგხვდი ხო აქედა ხუთხლაშას გაგადენიებ და აქედა მოგაყოლებ აი ესე უნდა გათამაშო მე უთხარი შულო გილოცავ რა სიკვდილად გიწოდა გენერატი მე უთხარი ხო რა ვიცი ტირის ახლა მე უნდა ვკითხავ და გამყევი უნდა დავჟეჟო აი მე უთხარი შეიჭირი მე ის მოკო ქვეყნიდან არის გაქცეული ხალხო აი ვიცი ამერიკაში ასილარი გადაიხადა მე ნალოც ზედაში კიდე რო ილოცა და დამხობილი იყო ერთი მაგაში 50 ლარი დაამატა მე რაღაცა სათლები იყიდა რა ვიცი ნალოციაო ყველაფერი ხდა და ქმარი მაინც გაიქცა აჰა მოდი და ედი ახლა იმას ჭხიბავებს და ფეისბუქზე ფაილ დაკლები წავედი და ფაილში დაკლებული ვარ შევახტი კითხავს ხახაში აჰა წავიდა ქმარი ბაი ქმარი მე სათუ წარკვეთილი მაშინ დავწერე როსასო მაქვს ვიდეო წარკვეთილი ხო და ეწყობა უნახია იქა ჩემი კომენტარი და დაუბლოკივა ვაფშე ვეღარ ამწერ ესეც მაგ რენი ბაუები მიხდება გოგო აი მე აი ხალხო ორი კვირის უკან გზაში შემხვდა რა ისა მე ხუთე ქუჩაზე ცხოვრობს ერთი გზეტა მეზობელი ხო და გიროდვე ჭირს დღეს მეჯავრება მაგრამ რა ვიცი ვინმე ქაჩებოდა ენაზე გამომიარეო მითხრა და მე ჯავრი არა მაგას აღში გავუარო და არა მითხე შენ გამომიარებეთში და მე ხუმრე ხალხო დღეს მომადგა აი მე უპალო მე უთხარ ხო კარგად ხარ ქალო მეთქი რამე მოხდა შევიცხადე რა რა გაგიკუდა ხო დაპატიში რა ისო ქალი მე თან მეკუტანი გონი ხარ გასულ წელს დაპატიში ცხარი ხარ მე უთხარი თო მე ხუმრე რა ხო ნაყიდი მქონდა გადამალული მქონდა გაზის ისროარი ქვემოთ გამოსაწერი მან და ჟარღუნაზე მქონდა შემალული ზედა ქადა უთხნაჭრიანი ქადა ვიყიდე რამე ეცი გოგო არა გოგო რა 5 ლარი მაგას შევაჭრევდი 5 ლარი რომ ვიმეცა ხო რა ლარი და რა ხო და ის არის ხო შემოვიდა ახლა რა ვსიზა ხო სად გაიქცევი ხო მომწადი მე უთხარი დედა როგორ გამახარე რომ მოხვედი ხო და ხალხო ახლა თქვა გავამწყუნეთ ზედა იყო ახლა არ გავრეცხეთ ებში იდო 4 ნაჭერი ხო მოვიხედები ერთი აღებული მე თქვა შეკარგო რაზია ლაპარაკი მივბრუნდი რაღაცაზე მობრუნდი მეორე ნაჭერი აღარა ლობი უთხარი დაველოდე რომ ყავა მაინც მოვიტანო როგორც იქიდა მოვიტანე ყავა ერთი ცალი ქადა გორაობდა აი ის წაუღია მერთი მოწამები არ მიჭამია ხალხო აჰა ეს დამიტოვა და ამის ჭამელი ვარ ამას ვიკადრებ ახლა მე მოუტანე ყავა დალია ყავა ღმერთმა შეარგოს 27 ლარი მივეცი ქალო კინახამწნევა დამარტყა გოგოებო შუა მაგძალზე ვაიმე რახის მივთხარი ახლა 4 ლარი დავაწონინე მაგრამ ხო და ახლა თუ გიდა გამამწუნე შეკაი მამიდაშვილო ამდენ ფულს გიდუღებ ყარას ეს უნდა დამიტოვო დააცქედით რამდენი გადმოვიდა ამას დააცქედით ვაიმე
მეთქი ახლა ხო მომაკიდინა ხელები და გამაგდებინა გარეთ ეს უნდა დამიტოვო ამ ხელანალექი ვერ მოავლო და ვერ დალია 27 ლარი მივეჩქალო ალღო განაკადაზია და განაყავაზია ჭირია წაუღია ქადაზ და ყავაც მარა იზრობდეთ რატო წაუღია ხო ეკაი ხალხო ალპენის გოლდი არ ქონათ ხილის მოტანილი და შემთხვევით მაგდაზე არ დაინახათ ორ კადეს ბოლოს მოუღებდა არ მენანება ხალხო რომ ოდიხარ ხელს გამოაყოლე შოკოლადი ამბამბანერკა რა იყო დაკეტილია მაღაზიები კაი ეს დაიკეტა ისიც დაიკეტა აი ისიც დაიკეტა ჩვენ წინ რო ეგეს დაიკეტა კაი დავშვათ გადაიწვა ისიც უკან ანა მინდა იდე კაი საჭმელი ზარ გავაცხე გვამს ჩავადებოდა ფეხებით ეს ბაკ ჭიქა